ამელკა, რასაკეთე? სკოლაში წასასვლელად ვემზადები. ეგ ბანძობაა. კარგი. ჯობია შენც მოემზადო, თორემ სირბილი მოგიწევს. მე მხოლოდ კალამი და რვეული მჭირდება. და წიგნები? რა, წიგნები უკვე მოგცეს? წარმოიდგინე, შენ კი არ იცოდი. არ ვიცოდი. კარგი, არა უშავს. და მასწავლებელი მას იტყვის? ამელკა, შემეშვი. სკოლაზე ფიქრი არ მინდა. რა პატარა ბავშვივით იქცევი? გასაგებია. ყველანი გაჩერდით. მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. კარგი, იმედია მათემატიკაზე არ არის. თითქმის, რამდენი უნდა გადაგიხადოთ, რომ სკოლაში აღარასდროს წახვიდეთ? მითხარით. არ ვიცი, უნდა დავფიქრდე. რაზე უნდა დაფიქრდე? გადახდაც კი არ მჭირდება. ისედაც არ წავიდოდი. სკოლაში უნდა წახვიდე, რომ ისწავლო და სამსახური და იშოვო. რა? თუ არ არის სამუშაო, ფულიც არ იქნება. სიმართლეს ამბობ. აბა რა რაოდენობაზე იტყოდი თუ არ სკოლაზე? კარგი. ხო, 10 მილიონ დოლარზე ალბათ. ვაუ, ეს ბევრია. შენ? ლეო, რამდენზე? კარგი, მე 1 მილიონზე დავთანხმდებოდი. კარგი, თითოეულს 1 მილიონს მოგცემთ და სკოლაში აღარასდროს წახვიდეთ. შევთანხმდით? მე უნდა დავფიქრდე. უჰუ, ფიქრი არ მჭირდება. თანახმა ვარ. კარგი, მასწავლებელს უნდა დაურეკო და უთხრა რომ სკოლაში აღარ მიდიხარ. შევთანხმდით? ამელკა, მიდი შენც, ნუ სულელო, რაში გჭირდება ეს სკოლა? რას გავაკეთებთ სკოლაში წასვლის ნაზრად? წარმოიდგინე, სამუდამოდ ზაფხული იქნება ჩვენთვის. მარადიული არ დადეგები, მთელი წლის განმავლობაში ვიზეიმებ. რაღაც საერთოდ არ არის მაგარი ეგ ჩემთვის. ამელკა, სწრაფად მოიფიქრე. კიტი, საიდან გაქვს ამდენი ფული? ერთი ბლოგერი ექსპერიმენტს ატარებს და მთხოვა მოუძებნო ხალხი, რომლებიც ამაზე დამთავრდებოდნენ. ბლოგერმა მოგცა ფული? კი, ბლოგერმა, მაგრამ მისთვის ვიდეო უნდა გადავიღო. $1,000,000 სანაცვლოდ, მთელი დღე შეგიძლია რომ გადამიღო. მადლობა, არ მინდა. აი, დაურეკე ოლგა პეტროვნას. და უთხარი რომ სკოლაში აღარ ივლი, შევთანხმდით? მარტივია. გამარჯობა, ოლგა პეტროვნა. გირეკავთ იმის სათქმელად, რომ თქვენთან აღარ ვისწავლი. სკოლიდან გავდივარ. ვაუ, ცოტა რბილადაც შეიძლებოდა. აშკარაა რომ სკოლა დიდად მას არ უყვარს. აი ასე, ჩაო. კიდევ თქვენი თმის მარცხნილობა ძალიან ცუდია. ძალიან უხეში ხარ. ძალიან მიხარია რომ მაგ ადგილას აღარ მომიწევს სიარული. ამელკა, ახლა შენ დარეკე. ამელკა, რასაკეთე? უბრალოდ დარეკე და უთხარი ყველაფერი, რასაც სკოლაზე ფიქრობ. კარგი. ყოჩაღ ამელკა, გამარჯობა ოლგა პეტროვნა. მინდოდა მეთქვა? უთხარი რომ სკოლა სრული სისულელია და იქ აღარასდროს მიხვალ. მინდოდა საშინაო დავალება გამეგო რა არის? რა? ამელკა, რა საშინაო დავალება? აჰა. მადლობა. ამელკა, ეს რა იყო? მე გადავწყვიტე რომ სკოლა მომწონს და არ მინდა მისი დატოვება. კარგი, სუსტი ხარ ამელკა, უბრალოდ შოკში ვარ. თვითონ ხარ სუსტი, მე ვისწავლი და შენ სულელი იქნები. სულელი. რატომ ვისწავლო თუ ფული მექნება ისედაც? შენთან საუბრის დრო არ მაქვს. საშინაო დავალება უნდა გავაკეთო. აბა, ლეო თავს როგორ გზნობ? უკეთ ვიგზნობდი, ამელკა რომ არა, მან განწყობა გამიფუჭა. დაივიწყე. შენ, ბევრი ფული გაქვს. ნუ უყურებ მაგას. ჯობია მაღაზიაში წავიდე და ჩემთვის რამე ვიყიდო. ხო, ლეო, ახლა ისვენებს და მე საშინაო დავალებას ვაკეთებ. იქნებ მეც უნდა ამეყო ფული? ამელკა, როგორ ხარ? ხომ არ ნანო? ცოტა ვნანობ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი, შენს ადგილას სკოლას თავს დავანებებდი. შენ რატომ არ მონაწილეობ ექსპერიმენტში? ის მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა. ვიცნობ ლეოს, ის სწრაფად დახარჯავს ფულს და სკოლაში დაბრუნდება. საინტერესოა, სახლში გააგრძელებს სწავლას? რა თქმა უნდა, არა. ჯობია დავალების დაწერაში დამეხმარო. კარგი, მოდი, დაგეხმარები. ნახე, აქ 80-ია, პასუხი კი 150-ია. როგორ? მოიცა, წინა გაკვეთილზე ხომ იყო ეს წესი. აი, ნახე.
ეს ლეოა? მას არ ჰგავს. წამოდი ვნახოთ. ვაუ, ლეო, ჩვენ ვერ გიცანით. მოგწონთ, ხო? კი, მაგარი რაღაცეები გაქვს. ეს გუჩია, ეს დიორი, ეს კი ბალენსიაგაა. რამდენი რირს ეს ყველაფერი? კიტი, ნახე. ამ სპორტულ ფეხსაცმელს მანქანა მოყვა საჩუქრად? შემიძლია რომ ვიყიდო. ხო, ეს ტანსაცმელი გიხდება. ვაღიარებ. ხვალ სკოლაში წავალ და ყველას შეშურდება. ლეო, გამოფხიზლდი. სკოლაში აღარ დადიხარ. კარგი. ხო. კარგი, ამ ტანსაცმელს კინოში ჩავიცვამ. სამწუხაროა, რომ კინოში მას ვერავინ ნახავს. ხო, იქ ბნელა. ხო. კარგი, სადმე ჩავიცვამ ამ ყველაფერს? ესეც შენია? ხო, კარგი. რა იყო გშურს? შენც უნდა მიგეტოვებინა სკოლა. ისედაც ბევრი ტანსაცმელი მაქვს. უი, ხო, ლეო, მოდი ბლოგისთვის ვიდეო გადაგიღო. ზუსტად. კარგი, მზად ხარ? გადაიღე. დღეს სკოლიდან გამოვედი და ტონა ტანსაცმელი ვიყიდე. შეხედეთ ჩემს ჯაჭვს. 1 კილოგრამს იწონის. ხო, მაგარია, მიდი. მიხარია რომ სკოლაში სიარული აღარ მიწევს. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. შვენიერი არ ლეო. ახლა ვეგაუგზავნი. კიდევ რა შემიძლია რომ გავაკეთო? რაც გინდა ის ქენი. მე ახლა წავედი. ახლა ხან დაიწყო სასწავლო წელი და დავალებები უკვე რთულია. ნეტა ეგეთი დავალებები მქონდეს. საშინელებები მაქვს. მაჩვენე. ვაუ, რა ენაზეა ეს ესეები? ესე არ არის. ეგ მაგალითი არის. საშინელებაა. ვიზიარებ, კიტი. არა უშავს, თუ ისწავლი, მაშინ ყველაფერი გასაგები გახდება. კარგი. გოგოებო, რას აკეთებთ? დავალებებს. გასაგებია. და შენ ასაკეთე? არაფერს, უბრალოდ შემოთავაზება მინდოდა. კონცერტზე ხომ არ წამოხვიდოდით? არ შემიძლია. უნივერსიტეტში ტონა დავალება მომცეს. არც მე. მიდით რა, ვინმეს გიპოვით, ვინც დავალებას და დაგიწერთ. რა აზრი აქვს? ის თქვენს დავალებებს შეასრულებს და თქვენ ჩემთან ერთად გაერთობით. ლეო, საქმე ეგრე არ კეთდება. და ეგ ადამიანი ჩემ ნაცვლად დაფასთან გავა? ზუსტად. ხო, მას შეუძლია. მას შეუძლია, მაგრამ მასწავლებელი რას იტყვის? გოგოებო, რა მოსაწყენები ხართ? თუ ერთხელ არ გააკეთებთ საშინაო დავალებას, არაფერი მოხდება. რა კონცერტია? ეს ხო ჩემი საყვარელი ჯგუფია. აბა, წამოხვალ? არ ვიცი. მნიშვნელოვანი დავალება მაქვს. მაგრამ მათი სიმღერები. კიტი, დაფიქრდი. ყოველდღე უნივერსიტეტში ისედაც ხარ და კონცერტი კიდევ როდის გაიმართება არავინ იცის. კარგი, წავიდეთ. ოღონდ დიდი ხნით არა. კიტი, როგორ სწრაფად გატყდი? ამელკა, გამოდის ჩვენ მივდივართ და შენ არა? მასწავლებელმა თქვა, რომ დავალებები უნდა გავაკეთოთ, საგანი რომ ჩავაბაროთ. მასწავლებელი სასარგებლოს არაფერს ამბობს. ამელკა, წამოდი. ვიცი, მათი სიმღერები რომ გიყვარს. შენც გიყვარს. წავიდეთ ცოტა ხნით და რომ დავბრუნდებით, დავალებები გავაკეთოთ. კარგი, მხოლოდ ერთხელ და 9 საათზე სახლში ვიქნებით. ჩვენთვის ლიმუზინს დავჯავშნი. ეს ზედმეტია. ამელკა, ახლა კი VIP პერსონა ხარ. შენ VIP კი არა, ტრაბახა ადამიანი ხარ. გარდერობსად მივიდეთ. კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ. სად არიან? მზად ვარ. შეგვიძლია წავიდეთ. თანაც მოვასწრებთ. რა? ეს რეები გაცვიათ. ტანსაცმელი. ეგ უბრალოდ ტანსაცმელია. როგორი უნდა გვეცვას? ოქროსი? ოქროც შეიძლება. კარგი. და ბრენდირებული მაინც რომ ჩაგეცვათ? ბრენდები არ მაინტერესებს. ეს ტანსაცმელი მომწონს. ხო, შეიძლება ჩემი ტანსაცმელი ძვირადღირებული არ არის, მაგრამ ის ლამაზი და ელეგანტური არის. თქვენთან ერთად როგორ წავიდე? იმიც გამიფუჭებთ. რა იმიჯი გაქვს შენ? ხო, გუშინ სკოლაში ბინძური მაისტრით წავიდა და ახლა თავში წონებს ასე. გუშინ იყო და დღეს უკვე სხვა ადამიანი ვარ. კარგი, ახლა გამოსასვლელადაც არ გვაქვს დრო, მაგრამ შემდეგ ჯერზე წესიერად ჩაიცვით. შემდეგი ჯერი საერთოდ იქნება? ზუსტად. მოიცა.
შეხედეთ, სოლისტმა ავტოგრაფი პირდაპირ ხელზე დამიტოვა. ჯგუფის ყველა წევრმა ხელი მოაწერა ჩემს ბლოკნოტში. მე ავტოგრაფი არ მithოვია, თუ მომინდება, ისინი ჩემს სახლში გამართავენ კონცერტს. როგორ დავიღალე. მეც. და კიდევ დავალებებია გასაკეთებელი. უკვე 11 საათია, მინდა დავიძინო. დაივიწყეთ ეს დავალებები. მესმის რომ ეს დავალებები არ გაინტერესებს, მაგრამ მე ეს ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთო. გააკეთეთ თქვენი დავალებები. მე დასასვენებლად მივდივარ. რა, უკვე გათენდა? ხო, ადგომისტროა. მაინც ვერ დავასრულე დავალებები. იმედია მასწავლებელი არ მკითხავს. ზუსტად, წამოდი, ვისაუზმოთ. გამარჯობა, უკვე გაიღვიძეთ? ძლივს ავდექი, თვალები მეხუჭება. აი, მე კი სადილამდე შემიძლია ვიძინო. გაგიმართლა, რატომ არ გძინავს? უბრალოდ. კარგი. მან ჩვენი დაცინვა გადაწყვიტა. შენს გამო ვერ დავიძინე საკმარისად და საშინაო დავალებას ვერ შევასრულე. სამაგიეროდ კარგად გაერთე. მოდით ვისაუზმოთ და წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. ზუსტად, ჩვენ ხომ ლიმუზინი არ გვყავს? ვაუ, ეს რა ნაგავია? ამის ჭამას როგორ აპირებთ, მოიცა, პირადად მე მგელივით ფშია. ლეო, შენ რა უნდა ჭამო? აი, მე რესტორნიდან შევუკვეთე საჭმელი. და რა საჭმელი? ყველა სახის ხილი შევუკვეთე, ასევე დონატები. აი, ყურძენი, ზეფირი, ახლა კი ზვიგენის ფილეს და თეთრი ქათმის კვერცხს მომიტანენ და ვულკანურ ქვიშაზე მოყვანილ ხორბლის პურს. კარგი, ზვიგენო, რატომ მაინც და მაინც თეთრი ქათმის კვერცხი? თეთრი ქათამი დიდი იშვიათობაა. ეს ძალიან დიდი სისულელეა, ლეო. ზუსტად, ოღონდ ფული დამოგზავნო. მე კი მგონია, რომ გემო უბრალოდ შესანიშნავი აქვს. ეგ თვით ჰიპნოზია. გოგოებო, გინდათ რომ გემით გაისეირნოთ? ახლა? 2 საათში იქნება. მე უზარმაზარი გემი დავიქირავე. ხუმრობ? ხომ იცი რომ სკოლაში მივდივარ? კარგი. ეს ხომ სკოლას ჯობია. ნამდვილად არ ვაპირებ გემზე წამოსვლას. უნივერსიტეტში პრობლემები ამჭირდება. არც მე და ცუდად ხვდები გემზე. ისეთ რამეზე ამბობ თუ არს, მე ინანებთ. წარმატებები, ლეო. წავიდეთ, ამელკა. მარტო არ მინდა წასვლა. ხო, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, მეგობრების გარეშე მოსაწყენია. ზუსტად, მე ხომ შემიძლია მეგობარი ვიყიდო, მაშინ ამელკა და კიტი აღარ დამჭირდება. გამარჯობა, სამსახურის გამო მოვედი. გელოდებოდი, შემოდი, მოდი. კარგი, მეგობრის პოზიციაზე მოხვედი? დიახ. ასე რომ, გამუდმებით უნდა ითამაშო ჩემთან ერთად, გაერთო, კაფეებში იარო და ისეირნო. გაუმკლავდები? ხუმრობ? უცნების სამსახურია. შესანიშნავია, აყვანილი ხარ. რა ვქნათ? გინდა სამაგიდო თამაში ვითამაშოთ? როგორც იტყვი. კარგი. ოღონდ მე ვარ სულ პირველი. მართა, გამარჯობა. გამარჯობა. აქ რა მოგიყვანა? მართა ახლა ჩემთან მუშაობს. მუშაობს? და რას აკეთებს? ის ახლა ჩემი ახალი მეგობარია. ვაუ, მაგარი სამუშაოა. მართა, მოიცა, სკოლაში აღარ უნდა იარო? სახლში ვსწავლობ. ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. სკოლაში რა მოხდა? ალბათ როგორც ყოველთვის ძალიან მოსაწყენი იყო. ლეო, შენ ისეთი რამე გამოტოვე. სანიამ გეოგრაფიის მასწავლებელს ჩაი გადაასხა. ვაუ, და რა მოხდა? მთელ სკოლას უყვიროდა. და ჩვენ ვიცინოდით. ხოლოდ ეგ მოხდა? დირექტორმა სკოლაში თავისი ზაღლი მოიყვანა და გვაჩვენა რა ხრიკების გაკეთება შეეძლო. სკოლაში საინტერესო რაღაცეები ხდება, როცა მე არ ვარ. და შენ დღე როგორ გაატარე? მე და მართა მთელი დღე სამაგიდო თამაშები ვითამაშეთ. რესტორნის საჭმელიც კი ვჭამეთ. სკოლაში დაბრუნება ხომ არ გინდა? არა, ახლა მე მეგობარი ვიყიდე და მე ყოველთვის გავერთობი. ხანხო, დავალებები უნდა დავწერო, თორემ დღეს კინაღამორიანი მივიღე. მეც უნდა ვიმეცადინო.
გაიგე რა თქვა ლეომ? მან მეგობარი იყიდა. ის უბრალოდ სულ გაგიზდა და მეგობრის ყიდვა შეიძლება? ივთი არ არის. მას უბრალოდ მოსწყინდა. წარმოიდგინე, იგი მთელი დღე სახლშია. კარგი, ლეოზე საკმარისია. ერთი იდეა მაქვს. მოდი პიჟამოების წვეულება გავმართოთ. მაგარია. მე თანახმავარ. ოღონდ ჯერ გაკვეთილები. მაშინ სწრაფად გავაკეთოთ. Yes, ისევ მოვიგე. მართა, როგორ შეიძლება ამდენი გამარჯვება? არა უშავს. თუ ცდი, შენს მოიგებ. შენ არ უნდა იგებდე. რატომ? მე შენი უფროსი ვარ. გიბრძანებ რომ აღარ მოიგო. კიდე რომ დაგემორჩილო? არა, უბრალოდ გამარჯვება მინდა. ხო, კარგი. კიდევ ერთი რაუნდი, რათა მოვიგო და არ წავაგო, როგორც წინაჯერზე. აი, ჩვენი კოსტუმები. ეს შენთვისაა, ეს ჩემთვის. და მართა, ლეო, მათ არ დაუძახო? არ ვიცი. ლეოსთვის ჩვენი წვეულება უაზრობა იქნება. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაუძახოთ. ყოველ შემთხვევაში წესიარების გულისთვის. მართალი ხარ, დავუძახოთ. Yes, მოვიგე. ზედიზედ მე-15-ად. გილოცავ. ხო, დღეს მიმართლებს. ერთი წამით? კარგი. საინტერესოა, სად წავიდა. მაპატიე, უკვე დაუბრუნდი. ვის ელაპარაკებოდი? რა აზრი აქვს? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მეგონა საიდუმლოებები არ გქონდა. ჯინიმ დამირეკა და ხოლ სარბენად დამპატიჟა. და მე წახვალ? ალბათ კი. ასია საქმე. მე ფულს გიხდი და შენ სხვა მეგობრებში მცვლი? ჩვენ ხომ შევთანხდით. კარგი. არ მინდა, სხვა მეგობრები ყავდეს. წერტილი. ხოლო ჩვენ უნდა გემეგობრებოდე? რა თქმა უნდა, მე ხომ შენ ფულს გიხდი. კარგი. ჯინის მივწერ რომ არ წავალ. ეგრე უკეთესია და კოშკის აშენება უფრო სწრაფად დაასრულე. გამარჯვება მჭირდება. როგორც სიტყვი, უფროსო. მოიცა, ხალხო, დღეს პიჟამოს წვეულება გვაქვს. არ გინდათ? ვაუ, არასდროს ყოფილვარ მსგავს წვეულებაზე. მაშინ წამოდი. საერთოდაც მე ვიღებ გადაწყვეტილებას. შენთვის გადაწყვიტე. მართა თავისთვის გადაწყვიტავს. საერთოდაც მე ვწყვეტ მის ნაცვლად. მოიცა, რატომ? ამელკა, არ ჩაერიო. კარგი. და რა იქნება თქვენს წვეულებაზე? ვარსკვლავები და შემსრულებლები იქნებიან? არა, უბრალოდ ტკბილეულს ავიღებ და ფილმს ვუყურებთ კომპიუტერში და კიდევ სახის ნიღბებს გავიკეთებთ. ფოტოებს გადავიღებთ. სისულელია, წვეულების ორგანიზება მე მომანდეთ. არა. ჩვენი წვეულება, ჩვენი წესები. ზუსტად, გინდა მოდი, გინდა არა. თუ ჩვენ წვეულებას ჩაშლი, აუცილებლად მოხდება. ლეო, წავიდეთ. წვეულება კი არა, უაზრობა იქნება. მოდი, რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანში წავიდეთ. მე გოგუებთან საუბარი მაინტერესებს. შენ არავინ გეკითხება. სჯობს კოქტეილი გამიკეთო. დაიმახსოვრე, 30% ანანასის წვენი, 20% ფორთოხლის და 50% სპრაიტი. ახლავე გაგიკეთებ. კარგი. იჩქარე, წყურია. ჰაჰა, მე მოვიგე, შენ კი წააგე. ჰაჰა. ჩართე. ლეო, როგორი ამპარტავანი გახდა? საერთოდ არ მინდა რომ ის აქ მოვიდეს. მართა მეწოდება, აშკარაა რომ მოსვლა უნდა. კარგი. გონია რომ არ მოვლენ. რატომ? გახსოვს? ლეომ ჩვენი ტანსაცმელიც კი გააკრიტიკა. ახლა ის სრულიად სხვანაირი არის. და მართამ ლეკვივით უნდა სტიოს? დაივიწყი ამელკა, თვითონ დათანხმდა. ახლა იმუშაოს. ეგეც მართალია. მოიცა, მოდი, ფილმი ავარჩიოთ. შენი კოქტეილი. მართა, ეს რა არის? რამე პრობლემაა? აქ 22% ფორთოხლის წვენია. მე 20 გითხარი. კარგი. როგორ შეიძლება ასე? მაპატიე. გადაასხი ეს და ყველაფერი თავიდან გააკეთე. და ჩვენ წვეულებაზე წავალთ? იმსახურე, კოქტეილის გაკეთებაც კი არ შეგიძლია. საერთოდ შენი მეგობარი ვარ და არა მოსამსახურე. კარგი, მაპატიე, წავალთ წვეულებაზე. პიჟამოს მოვიტან. არანაირი პიჟამო, უკეთესი იდეა მაქვს. დარწმუნებული ხარ რომ კარგი იდეაა? ეს მაგარი კოსტუმია, ბევრი ფული გადავიხადე. შენ ხომ კოსტუმის წვეულებაზე არ მივდივართ? ბევრს ილაპარაკებ და არსადაც არ წავალთ.
ახლავე შევუკვეთავთ ფოიერვერკებს და მუსიკოსებს. არა. გოგოებმა თქვენს რომ ეს საჭირო არ არის. დამიჯერე, მოეწონებათ. მომეცი შენი ტელეფონი, თორემ გესრვი. მუსკა. კარგი, 3 მაქვს. მე 5, 1, 2, 3, 4, 5. მე გამოვტოვებ. შენ. კარგი, ახლა 4 გვინდა. 1, 2, 3, 4. ამელია, წააგე. ეს თქვენი პიჟამოებია? არა, ეგ მოსაწყენია. გადავწყვიტეთ თქვენი წვეულება. მრავალფეროვანი გაგვეხადა. გაგიმართლეთ რომ კეთილები ვართ. დაჯექით და ითამაშეთ. შენი კარტი. და აი შენიც. ამელია დაიწყე. მე 1 მაქვს. კარგი, მე 2. მე 4. მე 5. თამაშის მიმართულებას ვშლი. ახლა კიდე 2 ჯერია. 5. ლეო, შენ წააგე. მეზიზღება წაგება. მართა, რატომ წავაგე? მე გითმობდი, მაგრამ აქ ხომ კითი და ამოკაცარია. მართა, კარგი, აღარ მინდა თამაში. მოდი ვჭამოთ. კარგი, მიირთვი. ეს რა არის? ყველაზე იაფფასიანი ჩიფსი? არ არის ყველაზე იაფფასიანი. ფასტაკლება ჰქონდა. ბეკონით. კარგი. ამ საზიზღრობებს არ შევჭამ. სულ რამდენიმე დღის წინ კი ჭამდი და ისე მოგწონდა. ნეტა ახლა რა მოხდა? წადი რესტორანში და ნორმალური საჭმელი შეგვიკვეთე. არა, მართა. არსად არ წახვალ. კარგი. გაუშვი იგი. მომბეჟდა უკვე. ლეო, იდიოტი ვითიქცევი. საერთოდაც მდიდარი იდიოტი ვარ. კარგი. ნეტა მწოდნოდა რომ ფული ასე გაგაფუჭებდა. მართა, 5 წუთში თუ არ წახვალ, გაგათავისუფლებ. მართა, არ უნდა მისცე მას ასე ლაპარაკის უფლება. ვიცი, ლეოსთან აღარ უნდა გაატარო დრო. მასთან ფულის გამო მეგობრო. შენი გამცირების უფლება არ უნდა მისცე. ზუსტად, ჯობია ჩვენთან ერთად იყო. ლეო ამად არ ღირს. ახალი კომპიუტერი მჭირდება. ლეოსთან ურთიერთობა კიდევ მომიწევს. კარგი, მაშინ წარმატებები. მე მათ უჩვენებ როგორია წვეულება. მე მოვაწყობ საუკეთესოს. დაბრუნდი? ოჩახ, ქალაქის ნახევარი დავპატიჟე უკვე ჩვენს წვეულებაზე. ფიქრობ, კარგი იდეა? ხარს უნდა მიჭერდე. შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ. მეგობრებმა ზოგჯერ სიმართლეც უნდა თქვან. კარგი. მაგისტვის არ გიხდი. კურიერია, მან წვეულებისთვის საჭმელი მოიტანა. აი ბარათი, გადაუხადე, გთხოვ. თხოვ? მაშინ კარგი. ამელკა და კიტი აღარ არიან ჩემი მეგობრები. ისინი ნერვებს მიშლიან. ლეო, ბარათი არასაკმარისი თანხა გაქვს. რა? შეუძლებელია. მე ხომ მილიონერი ვარ. ანუ ბარათი აღარ მუშაობს. მართა, შეგიძლია გადაიხადო? ფულს დაგიბრუნებ. ხუმრობ? არ მაქვს მაგდენი ფული. კიდევ მომიწევს თავის დამცირება გოგოებთან. მარტო იმიტომ, რომ შენ ბარათი გააფუჭე. მე არაფერი გამიფუჭებია. მუსია, დაინახე? გოგოებო, მოიცა ეს ლეო მოდის? საინტერესოა რა უნდა? ლეო, შემოდი. გოგოებო, ბარათი გამიფუჭდა. შეგიძლიათ ფული მას ესხოთ და დაგიბრუნებთ მერე. ბარათი გაგიფუჭდა? თუ ფული აღარ გაქვს? $1,000,000 მაქვს. რა თქმა უნდა, ბარათია გაფუჭებული. ხო, და მე საბაკუა მონაწერები მაქვს. ნახოთ რა იყიდე. კარგი, საჭმელი რესტორნიდან, გემის ქირაობა, PlayStation-ის ყველა თამაშის შეძენა, ვარსკვლავური ომების ფიგურების შეგროვება და პირადი პლანეტა იყიდე. პირადი პლანეტა? ეგ რას ნიშნავს? თქვენ რა, გშურთ? კოსმოსში ახლა არის პლანეტა, სახელად ლეო. შეგიძლება მათ გამგზავრება? სინამდვილეში არა. 100,000 წელი იქნება საჭირო. ხოლმე პლანეტა ღირს მილიონი. ლეო, რაზე ფიქრობდი? მე ძალიან გავერთე. კარგი. ანუ ფული საერთოდ აღარ გაქვს. და რა უნდა ვქნა? ვაიმე. მე ხომ ტონა რაღაც შევუკვეთე. ხო, ლეო, თავით უნდა გეფიქრა. მოიცა, ახლა კურიერთან მივალ და ყველაფერს აუხსნი. მადლობა, კიტი. და დანარჩენს როგორ გადაიხდი? როგორც ჩანს, დიდ შარში ვარ.
იქნებ იმ ბლოგერმა კიდევ მოგცეს ფული? აჰა, მეოცნებე, ძალიან მოინდომე. აბა რა უნდა ვქნა? რა და უნდა დაბრუნდე სკოლაში და ნახევარ განაკვეთზე სამსახური მოძებნე. სკოლაში? არასდროს. კარგი, სხვა გზა არ გაქვს. მასწავლებელს დაურეკე და ბოდიში მოუხადე. ის არ იღებს ყურმილს. გასაგებია, ალბათ ძალიანაც გენიე. და როგორ მოუბოდიშო? მეგობრებო, იქნებ თქვენ გაქვთ რაიმე იდეა? დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოუხადოს ლეომ ბოდიში მასწავლებელს. ანუ მე ფულს არავინ გადამიხდის? რა თქმა უნდა, ვერა. ლეო გაპოტრდა. ბოდიში მართა. მოიცა, ვიცი როგორ უნდა მოუხადო ბოდიში მართას. თქვენი სასმელები. მოიცა, აქ ნამდვილად 20% წვენია? მაპატიეთ გოგოებო, ფულმა სულ შემცვალა. ამელკა მიცვალა რომ ყველაფერი ეგრე იქნებოდა. ასევე ვიცი რომ მალე არხზე კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო ექნება. ამიტომ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დააჭირეთ სარისხი ლайკს. ნახვამდის ყველას!